თბილისელ მოსწავლეთა ქუჩური გარჩევები, რომლებიც სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება. დაახლოებით 30-მდე ალბათ 1-7 გოგო იყო რა. დასწრეს ოღონდ ისროდეთ აგურებს, იმებს, ამებს. ეს როში აღმოჩნდა დაჭრილი. სკოლის მოსწავლეებისათვის შემორთმეული იარაღი. ეს არის ჩვეულებრივი იარაღი, ნამდვილი, რომელიც ერთ-ერთი მაღალკლასელს ჩამოვართვით. თავიდან აცილებული დანაშაული, უსაფრთხო სკოლა და სკოლის კედლებიდან ქუჩაში გასული მოზარდთა კრიმინალი. ვინ არის დამნაშავე და პასუხისმგებელი, მშობელი სკოლა თუ საზოგადოება? ბავშვი და იარაღი. რა არის მოზარდთა სასტიკი და დაუნდობელი ქცევის მიზეზი? უნდა იყიდებოდეს თუ არა დანათავისუფლად, როგორ უნდა მოხდეს მოზარდთა კრიმინალის პრევენცია, არის თუ არა გამოსავალი იარაღის შესახებ კანონის გამკაცრება. შაბათს 12 ნოემბერს სპეციალური რეპორტაჟი ცივი იარაღი.